5 წლის მარიამ სიცოცხლის მხოლოდ 2 წელი დარჩა. ეს საშინელი განაჩენი გამოიტანეს მსოფლიოს წამყვანმა კლინიკებმა. გოგონა ხერხემლის დიაქარით დაიბადა, ღია ჭრილობით. დაბადებიდან მეორე დღესვე საოპერაციო მაგიდაზე დააწვინეს. ოპერაციის შემდეგ კი ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ჭრილობა არ ხორცდებოდა და ახლაც არც ერთი მალა არ არის დახურული. ხერხემლის დეფორმირების გამო ფილტვები მოჭყლეტილია. ბავშვის შიდა ორგანოები დღითიდღე კარგავენ ფუნქციას. გონიათ მარიამი იმის გამო ტირის, რომ სათამაშო ან კანფეტი უნდა? არა. გონიერი ბავშვი იმიტომ ტირის, რომ სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელი ძალაც გამოელია. მარიამს ასევე საშინელი დაავადება ჰიდროცეფალია აქვს. 4 თვის ასაკში ტვინის შუნტირება ჩაუდარდა. ჯერ სულ რაღაც 5 წლისაა და უკვე 5 ოპერაცია, 5 ნარკოზი გადაიტანა ამ პატარა ანგელოზმა. როგორ უძლებს მისი პატარა გული ამ ყველაფერს? თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხი ბავშვის თვალებში იკითხება. მარიამს სიცოცხლე ძალიან უნდა. მხოლოდ ამ ერთ კადრში ასახული მარიამის ყველა ის ტკივილი, რასაც ათასობით სიტყვაც კი ვერ გადმოსცემს. მასაც უნდა სილაში თამაში, მაგრამ წყეული ეტრი ამის საშუალებას არ აძლევს. დეიდა, მე სიზმარში უფალს და ანგელოზებს ვხედავ ხოლმე. ისინი მეფერებიან. მე ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტი, გაუგნებული უსმენდი 5 წლის ბავშვის ამ სიტყვებს და დავწუნდი, რომ მარიამი ნამდვილი ანგელოზია, ციდან დედამიწაზე მოვლენილი და სწორედ ამის გამო ცდილობს სატანა, რომ ბავშვი ამ სამყაროდან წაიყვანოს, რათა გოგონამ სიკეთის პლანტაციები არ გააშენოს ამ ცოდვილ დედამიწაზე. მარიამის გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს. ბავშვს ურთულესი ოპერაცია ესაჭიროება ხერხემალზე. უფლის წყალობით მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა კლინიკამ პასუხისმგებლობა აიღო. სამწუხარო კი ისაა, რომ $70,000 საჭირო, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. გახსოვდეთ, ამ ოპერაციის გარეშე მარიამს სიცოცხლის მხოლოდ 2 წელი დარჩა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.